მოგესალმებით ბატონო ბადრი, მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი. თქვენთან საუბარი აუცილებლად ანაკლიიდან უნდა დავიწყო თქვენთან. ანაკლია საქართველოსთან კავშირში პომპეოს ეს განცხადება გვახსოვს არ შესმენილი. ამჯერად რისთვის იყო ის ჩამოსული საქართველოში, ხომ არ გაქვთ პირადი წყაროებიდან ინფორმაცია, იყო თუ არა ანაკლიაზე მაგალითისთვის საუბარი აი ამ შეხვედრებზე პირველ პირებთან? გამარჯობა, მოგესალმებით. მინდა გითხრათ, რომ თავისთავად პომპეოს ჩამოსვლა საქართველოს ჩვენი უახლოესი სტრატეგიული პარტნიორის სახელმწიფო დივიზიის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის და ადასტურებს შეერთებული შტატების უურყევ ხარდაჭერას ჩვენი ხალხისადმი, ქართული ხალხისადმი და ჩვენი სახელმწიფოსადმი. ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი სწორედ იმ მოვლენების ფონზე, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს და მე ვფიქრობ, რომ ეს თავისთავად იყო ძალიან მნიშვნელოვანი ხარდაჭერის დემონსტრირება. რაც შეეხება კონკრეტულად ის საკითხები, რა განიხილა მან სახელმწიფოს დღევანდელ წარმომადგენლებთან, პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, რა თქმა უნდა, მე ზუსტი ინფორმაცია ამას დაკავშირებით არ მაქვს, მაგრამ მე ვიცი ნამდვილად, რომ სამოქალაქო სექტორთან საუბრისას ანაკლის თემა იქნა წამოწეული და იყო ანაკლის პროექტის ჩაშლაზე საუბარი, ეს თემა წამოწეული იქნა სამოქალაქო სექტორის მიერ. ზუსტი შინაარსი დანარჩენი განხილვის მე არ შემიძლია ახლა გითხრათ, მაგრამ ეს თემა იქნა ძალიან მკაფიოდ წამოწეული სახელმწიფო დივან პომპეოსთან შეხვედრისას. კი ბატონო, თქვენ ახლა სულ რამდენიმე წუთის წინ მოდიხართ პრინციპში იმ შეხვედრიდან, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან გაიმართა ფილიპ რიკერთან, ხო? აი, თქვენ აუხსენით თუ არა მას არგუმენტები, რომ რატომ არ შედის ახლა ოპოზიცია პარლამენტში და რა განწყობა დარჩა მას? გაიგო თქვენი არგუმენტები, დარწმუნდა იმაში, რომ თქვენ არ აპირებთ ცვლილებას თუ არ იქნება კომპრომისი ხელისუფლებისგან? დიახ, ქონდა ძალიან ღია საუბარი, ყოვლის მოცველი საუბარი ფილიპ რიკერთან და სპეციალურად დარჩა ის ამ შეხვედრისათვის და ამისთვის მადლობა მინდა ესე თქვა კიდევ ერთხელ გადაუხადო მას და შეერთებული შტატების ელჩს, რომელიც ესწრებოდა ასევე ამ შეხვედრაზე. მე მინდა გითხრათ ერთი რამ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დეპარტამენტი არის სრულად ინფორმირებული იმ დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა საარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს და ეს კარგად ჩანს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის განცხადებაში, რომელსაც თქვენ ალბათ გაეცანით, სადაც საუბარი არის დაშინებაზე, ამომრჩევლების საუბარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, უკანონო გამოყენებაზე, საუბარი არის ყველა ტიპის დარღვევაზე, რაც შეიძლება არსებობდეს და ეს წინადადებითაც ნათქვამია, რომ ეს იყო ფატალურად ხარვეზიანი არჩევნები. კი ბატონო. ამას დაკავშირებით. კი ბატონო. ბატონო? ფატალურად ხარვეზიანი არჩევნები წინადადებაც არის ამ განცხადებაში. კი ბატონო, არის ეს ყველაფერი. გიდასტურებთ რომ ეს არის, კი ბატონო. აქ ჩვენ საუბრობთ რაზე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არის ძალიან შეშფოთებული და შეწუხებული იმ კრიზისით, რომელსაც ჩვენ აღმოჩნდით და კრიზისი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა პარტია, მათ შორის რაც თავარია ამ შემთხვევაში ის პარტიები, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტს და ბოიკოტს უცხადებენ მეორე ტურს, არჩევნების მეორე ტურს და მივიჩნევთ მას როგორც ფარსს, იმიტომ რომ გაყალბებული არჩევნების მეორე ტური არის ფარსი. შესაბამისად, ეს კრიზისი აწუხებს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს და ამიტომაც ჩვენ დღეს დავხარჯეთ საკმაოდ დრო იმისათვის, რომ აგვეხსნა ჩვენი მეგობრისთვის თუ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. და ეხლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი გარემოება, რომ ჩვენ რომ მეორე მხარეს ყავდეს ქართული ოცნების სახით პოლიტიკური პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც შეწუხებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის გამოხატული პოლიტიკური პარტიები მათივე შედეგების საფუძველზე, დამახინჯებულ შედეგების საფუძველზე, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის გამოხატული პარტიები არ შემოდიან პარლამენტში იმის გამო, რომ ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არჩევნები იქნა უკიდურესად სუდად ჩატარებული და ის არ ასახავს ჩვენი ხალხის ნებას, მაშინ ესეთი პასუხისმგებლიანი ძალა აუცილებლად შევიდოდა განხილვაში დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრთან და აქ არ არსებობს ერთი პარტია მაინც ქართული ოცნების გარდა, რომელიც მიიჩნევს ამ არჩევნებს კარგად ჩატარებულად, ხო? მაშინ შემოვიდოდა პროცესში, დაიწყებდა განხილვას ჩვენთან ერთად იმ დარღვევების, იმ მანიპულაციების, იმ
ყოველად უმსგავსო გაყალბების ფაქტების, რომელსაც ადგილი ჰქონდა და ჩვენ მაშინ ჩავთვლით, რომ ჩვენ მეორე მხარეს ყავს პარტნიორი ამ მოლაპარაკებებში, პარტნიორი, რომელიც შეწუხებულია ქვეყანას შექმნილი ვითარებით, შეწუხებულია პოლიტიკურ კრიზისით და ეძებს გამოსავალს. მაგრამ ჩვენ რა მივიღეთ? ჩვენ მივიღეთ ძალისმიერი დამოკიდებულება, პრაქტიკულად ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა, როცა დააჩქარდა ცესკოს მიერ საოლქო კომისიების შემაჯამებელი აქტების დამტკიცება, მოქმების უკაცრავად დამტკიცება, ასევე უარყოფილი იქნა სრულად ყველა ჩვენი სარჩელი სასამართლოს მიერ და მივიღეთ დაცინვა აბუჩა დაგდება ქართულ ოცნების მხრიდან და თქვენ სხვას ვერაფერს მათ წარმომადგენლების განცხადებებში ვერაფერს არ ამოიკითხავთ. ელემენტარულ პატივისცემასაც ვერ ამოიკითხავთ იმ ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას. ხო? ელემენტარულ პატივისცემასაც კი ვერ ამოიკითხავთ. არის მუდმივი დაცინვა და იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ ხელშია ყველა ინსტრუმენტი რა თქვენ დაეთანხმებით იმასაც ჩვენ ვთვლით, რომ არის სწორი. არა და ჯანდაბამი გზა გქონიათ სულ ყველას ერთად. დაახლოებით აი ესეთი დამოკიდებულება არის ქართული ოცნების მხრიდან. ამიტომ როცა ესეთი დამოკიდებულებას ხვდებით, ცხადია რომ ერთ-ერთი ინსტრუმენტი რაც ჩვენ დაგჩენია, ეს არის მშვიდობიანი მანიფესტაციები, მშვიდობიანი მიტინგები, ბოიკოტის ფორმა, იმიტომ რომ სხვაგვარად მეორე მხრიდან ესეთი დამოკიდებულება არ გვიტოვებს შანსსაც კი, რომ შესაძლებელი იყოს ნორმალურ პროცესში ჩართვა, იმ პროცესში ჩართვა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. ბანო ბადრი, უნდა გითხოთ ასეთი რამ, აქ ალეკო ელისაშვილმა და ზურა ჯაფარიძემ თქვენს ასეთი რამ ამ სტუდიაში, რომ მეორე რაუნდზე არჩილ თალაკვაძე შესთავაზეს კონკრეტული გეგმა, რომელიც მისცემდა ხელისუფლებას შეენარჩუნებინა სახე ამის საშუალებას და ისე გამოსულიყო ამ მოლაპარაკებიდან, ანუ მისაღები, გამოსავალი ჩვენ შევთავაზეთო, ადასტურებთ ამას ბანო ბადრი? იცით რა, როგორც ჩვენ შეთანხმებული ვართ, რა თქმა უნდა, დეტალებს ჩვენ არ ვასაჯაროვებთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ხელისუფლება ეხლა დაჩქარებული წესით ცდილობს ამ პროცესის დასრულებას, კერძოდ მოხდა ცესკოს მიერ ჩვენი შეხვედრის მეორე ტურამდე, ასე ვთქვათ, დაჩქარებულად დამტკიცება შემაჯამებელი ოქმების ის რომ ჩვენ ვერ ხედავთ ელემენტარულ ნაბიჯსაც კი იმისათვის რომ რაღაც კომპრომისის მოძებნა შეეცადონ ხედავთ რომ ეს არჩევნები უნდათ მათ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ მთლიანი პროცესი მათ შორის მეორე ტურები რომ ფარსია ყველა მიცის მაგრამ სწრაფად ესე იგი აბცელებ ინფორმაციას რომ თურმე ოპოზიცია ჩუმად ემზადება მეორე ტურებში მონაწილეობის მისაღებად რაც სრული ილუზიაა და არანაირი კავშირი ამას სიმართლესთან არ არის აი ესეთი დამოკიდებულებით მივცეთ საშუალება მათ დაასრულონ ეს პროცესი როგორც უნდათ იმიტომ რომ ამ არჩევნებს აღარაფერი აღარ ეშველება მათი ნდობა არის ნულის სტოლი დამინდობა, ამიტომ ჩვენ ვისაუბროთ ვადამდელი არჩევნების დანიშნულზე. ვადამდელი არჩევნების დანიშნულზე უნდა შევთანხმდეთ და უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს ვადამდელი არჩევნები, როცა ის ჩატარდება, ჩატარდეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ჩატარდეს შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში, რომელიც გამორიცხავს, რაც თავარია, მინდა აზრი დავასრულო, გამორიცხავს მანიპულაციებს, თაღლითობას, გაყალბებას და კიდევ რაც თავარია, მე მინდა აი ამას ხაზი გავუსვა. თუ ჩვენ ამას ვერ მივახციეთ, მაშინ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ხალხს ვეთქვით, რომ აზრი არ აქვს ამ ქვეყანაში არჩევნებს, იმიტომ რომ ის ყოველთვის გაყალბდება და არასოდეს ის არასახავს თქვენს ნებას. და ამით რას ვეთქვით, რომ აღარ მოხვიდეთ არჩევნებზე, ან პრაქტიკულად ჩვენ ახლა ისთვისაც ვიბრძვით, რომ დავაბრუნოთ ნდობა არჩევნებისადმი. გუთხრათ ადამიანებს, რომ თუ თქვენ ხმებს მოიპარავენ, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ჩვენ ვიბრძოლეთ იმისათვის, რომ თქვენი ხმები დავიცვათ. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით, თორე ის რაც მე ვნახე წინა საარჩევნო პერიოდში, სრული ნihilizmi მოსახლეობაში. მესმის ბანობათი. წმენა რომ არჩევნების გზით შესაძლებელია რაიმე შეცვლა და მათი ხმები არ დაიკარგება. როცა ესეც ნihilizms ვეჯახებოდი და მეკითხებოდი, კი მაგრამ ჩვენ ხარს გიჭერთ, მაგრამ თქვენ დაიცავთ ჩვენს ხმებს და მე ამაყად ვეუბნებოდი რომ დავიცავთ თქვენ ხმებს და ეხლა ესე იგი დათანხმება იმაზე, რასაც ქართული ოცნება გთავაზობს, ეს ნიშნავს რომ უღალატო იმ ადამიანებს, რომელსაც პირობა მივეცი რომ დავიცავდი მათ ხმებს. გასაგებია. მესმის, ანუ ხვალ ქართული ოცნება რომ მოვიდეს. კი ბატონო. დემონსტრაციები ეს არ იყო ჩვენი არჩევანი. მესმის ეს. ჩვენ გაგვაგდო პრაქტიკულად ქართულმა ოცნებამ იმის გამო რომ პროცესშიც კი არ შემოვიდა.
ჩვენთან. გასაგებია, ქართული ოცნება, მოკლე კითხვა მაქვს, მოკლე პასუხი. თვალ რომ მოვიდეს მოლაპარაკების რაუნდზე არჩილ თალაკვაძე, წინადადებით, ვადამდელი არჩევნები გაზაფხულზე, ცესკოს ადმინისტრაციას შევცვლით, პოლიტპატიმრებს გავათავისუფლებთ. ოპოზიცია შევა პარლამენტში ამ შემთხვევაში. მე მინდა გითხრათ ლელოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით, თუ ჩვენ გვექნება გარანტირებული მექანიზმი, რომ ეს პირობები შესრულდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ამ პირობებში გარანტირებული მექანიზმის პირობებში ვიმუშაოთ პარლამენტში უკვე ერთად ყველა პოლიტიკურ ძალასთან იმისათვის, რომ ჩვენ შემდგომი არჩევნები გქონდეს მართლაც სამართლიან გარემოში, მართლაც ისეთი სისტემით ჩატარებული, რომელიც გამორიცხავს კარუსელებს, გამორიცხავს იმ თაღლითობებს, რაც ჩვენ დიდი მადლობა. და რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ ამ მუშაობისათვის. დიდი მადლობა ბატონო ბადრი, ჩვენ დაველოდებით მესამე რაუნდს და ამის შემდგომაც მოგიწევთ ბოდიში ამ შეწუხებისთვის, მაგრამ თქვენ ხართ ახლა აქტორები, ვისი მოსმენაც ყველაზე ძალიან აინტერესებს საზოგადოებას, მოქალაქეებს, ვინც ამ არჩევნებში იყო ხმამისსა და საერთოდაც ამ ქვეყნის მომავალი აინტერესებს.